კარგი, მოკლედ აქ ჩვენ უნდა დავწეროთ ასეთი კოდი, ესე იგი 1-დან 10-მდე მომხმარებელს უნდა ვკითხოთ რიცხვები, უნდა შევქმნათ secret კოდი, secret number-ი დაუშვათ იყოს 9 და თუ სანამ არ გამოიცნობს user-ი, ანუ მომხმარებელი ამ secret numbers, მანამდე უნდა ვკითხოთ ეს რიცხვები, ანუ შეიყვანე რიცხვი. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ secret number, აი აქ ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ, copy, გადმოვიტანოთ აქ, paste და უდრის 9, ანუ ცვლადი შევქმნით და secret number-ი გავაკეთეთ 9. ნუ შეგვიძლია სხვა რიცხვიც დავწეროთ. თქვენ რაც გსურთ. კარგი. ახლა ჩვენ ქვევით ჩამოვედით, მომხმარებელს უნდა ვკითხოთ შეიყვანეთ რიცხვი, ხო? ესე იგი უნდა შევქმნათ ისევ რაღაც ცვლადი, რასაც გვეუბნება, რომ აი აქ user number-ი იყოსო, დავაკოპირეთ ეს, აქ ჩავსვით, ანუ ცვლადი შევქმნათ და აქ უნდა ვკითხოთ. წესით გავლილი გვაქვს ეს, თუ გახსოვთ int, ბრჭყილი input, გავხსენით ისევ ბრჭყილი, გავხსენით ისევ ბრჭყალი და აქ დავწერეთ ჩვენ ტექსტი, რომელიც გამოჩნდება მას შემდეგ აი აქ, როდესაც დავაჭერთ runs. ანუ users გამოჩნდება ეს ტექსტი. რა ტექსტი უნდა იყოს? Enter secret number. ორი წერტილი. გადავედით ბოლოს, ჩამოვედით ქვევით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ახლა უნდა დავწეროთ ასეთი რამ, სანამ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი არ იქნება ტოლი ამ secret number-ის, მანამდე უნდა ვკითხოთ შეიყვანე რიცხვი. ესე იგი while user number არ უდრის იწერება სახელის ნიშანი და ტოლობა. არ უდრის secret numbers. გავხსენით ორ წერტილი, ჩამოვედით ქვევით. სანამ user number არ უდრის secret numbers, ანუ სანამ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი არ იქნება ტოლი 9-ის, ანუ secret numbers ამ შემთხვევაში 9-ის, თუ აქ სხვა რიცხვს დავწერ იმ რიცხვის, მანამდე ისე უნდა შევაკითხოთ. ანუ ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და ჩავსვათ აქ, ანუ მანამდე კიდევ ვკითხოთ. გავუშვით მაგალითად მივუთითე 5, ხო? კიდე მეკითხება, აი აქ, კიდე მეკითხება, მივუთითე 3, კიდე მეკითხება, მივუთითე 7, კიდე მეკითხება 9, მივუთითე, всё, აღარ მეკითხება, გაჩერდა. ანუ, როდესაც მე შევიყვან 9-ს, მაშინ while-ი უკვე დასრულდა და while-ი რომ დასრულდა, ამის შემდეგ ჩვენ, ანუ ყუმ უნდა დახატოს ასეთი პტიჩკა, თოლია. გადავედით ქვევით, shift ტაბით უკან დავწიეთ და აი აქ დავწერეთ კოდი, რომელიც უკვე ყუს დაახატინებს აი ამ წვანე თოლიას. მაგალითად ფუნქცია შევქმნათ. დავარქვათ ფუნქციას OK და შევქმნათ ზევით ფუნქცია define OK, ჭრილები, ორ წერტილი end. ამის შექმნა ჩვენ წინა ვიდეოებში გავლილი გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში pen size-ი მივუთითოთ, რომ მსხვილი იყოს, pen size, კალამი იყოს მსხვილი 10. შემდეგ ფერი მივუთითოთ, color. ბრჭყილი გავხსენით, ბრჭყალი გავხსენით, green. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით, შემდეგ მარჯვნივ უნდა მოვაბრუნოთ 45 გრადუსით, თუ გვინდა რომ ჯერ ეს დავხატოთ და მარცხნივ უნდა მოვაბრუნოთ 45 გრადუსით, თუ გვინდა რომ ეს დავხატოთ. წინა დავალებაში როგორც მახსოვს, ჯერ ეს დავხატეთ და მერე ეს. ამიტომ ახლა მარჯვნივ მოვაბრუნოთ. მარჯვნივ მოვაბრუნოთ 90 გრადუს, არა, 45 გრადუსით. 45 გრადუსით მოვაბრუნეთ მარჯვნივ, ჩამოვედით ქვევით, უკან უნდა დავბრუნდეთ, ანუ თუ ახლა მარჯვნივ მოვბრუნდება, მაშინ backward გვინდა, ხო? backward გვინდა 50 პიქსელით, შემდეგ ისევ წინ უნდა წავიდეს, ანუ forward-ი გვინდა ისევ 50 პიქსელის F-ი.
forward-ი, შემდეგ მარცხნივ მოbrunდეს უკვე 90 გრადუსით, აი აქ უნდა 90 გრადუსით მოbrunება და forward-ი გვინდა უკვე 100 პიქსელით, იმიტომ რომ ამასთან შედარებით ეს ორჯერ დიდი უნდა იყოს. ანუ 100. აი, გავუშვათ მივუთითე 3, კიდევ მეკითხება მივუთითე 5, კიდევ მეკითხება 4, მივუთითე 1, 2, 6, 9, მივუთითე Enter-ს დავაჭირი, აღარ შემეკითხა და უკვე დახატა აი ეს თოლიატიჩკა. კარგი, ჩეკი, ყველაფერი ჩაგვითვალა, მოდი აქ შევცვალოთ რიცხვი, მაგალითად იყოს ახლა 26 პირობითად, შეიძლება აქ ჩეკ 26-ზე გაჭერდა, იმიტომ რომ აქ გვეუბნება დავარეფრეშოთ. 26 მივუთითე, 25 ისევ შემეკითხა, 23 შემეკითხა, რა რიცხვიც არ უნდა მივუთითო. არის ამ სანამ 26 არ შევიყვან. 26-ზე გააკეთა ჩეკი და ჩეკზე არაფერს არ მიწერს და ჭედავს, იმიტომ რომ აქ მე მეუბნება რომ 1-დან 10-ის ჩათვლით უნდა იყოს ეს რიცხვები, ამიტომ აქ 26-ს ვერ ამოწმებს მაგაზე. Exit page დავარეფრეშოთ და მივუთითოთ ნებისმიერი რიცხვი ქვევით 1-დან 10-მდე. ნუ იყოს მაგალითად 4. ახლა ვნახოთ ჩეკი, აი ამ შემთხვევაში უკვე მითვლის submit continuous დავაჭიროთ, კიდევ დავაჭიროთ, გადავედეთ შემდეგ დავალებაზე და აი უკვე დავასრულეთ ეს, badge-იც მოგვცა, continuous დავაჭირეთ.